ზეთის გამო თავიანი რამე. მოდი დაჭიქო. დავიწყოთ მაშინ. პირველში და იმენა გიქხათ. ეს ის აუგრე შექსპირის ამას. მოხესე მოწრებულად შენიშნავდა რომ შექსპირი წერალი კი არა მთელი წერილობა არის. მართლაც ასეა პლატონის ნაბინის დასასრულს გავიხსენეთ. იქ პლატონი ამბობს რომ კარგი ტრაგიკოსი პოეტი ასევე უნდა იყოს კარგი კომიკოსი პოეტი, ანუ დრამატურგია იგულისხმება და უნდა აღნიშნოთ რომ ეს ერთადერთი შექსპირმა მოახერხა. ცალ-ცალკე ან ტრაგიკოსები, ან კომიკოსები. შექსპირს დაწერილია გენიალური ტრაგედიები და გენიალური კომედიები. თუმცა აქ შეიძლება იგულისხმება რაღაცნაირად შექმნა მოგვიგოს ურთიერთგამომარჯვებული კატეგორიების ტრაგიკულის და კომიკულის ერთად გამოსახვა. რაც მანდებს ამ ამბივალენტურს ნობას გროტესკს და შექსპირიას ვიდეოს გადაღებით ასეთებს. ანუ რა შეიძლება იყოს შექსპირის დროინდელ თეატრზე მათ რა შეიცვალა იმ დროში იმ ვითარებაში, როდესაც შექსპირი გამოვიდა. მოწოვა. თუმცა ჯერ შევეხოთ ყველაზე ეს პრობლემას, როგორც არის შექსპირის საკითხი, მისი ვინაობის საკითხი, ანუ ვინ იყო შექსპირი. ამის შესახებ ძალიან მოკლე, მაგრამ ამოწურავ თეატრში, თავისუფლად შექსპირის გამოსახვა. ანუ აქ ფაქტურად ფანტაზიას საზღვრები არ აქვს. ანუ ერთი ვარიანტია რომ შექსპირი იყო შექსპირი. ის სტრასბურგელი დრამატურგი დაბალი ან საშუალო ფენის წარმომადგენელი, მაგრამ არის ვერსია, რომელიც პირველი სურათი ხო, რომელიც არის, ეს არის მიღავი და მიღვის უკან ივალება, ნუ უკანაც არისტოკრატია. აქ ვერსიებს საზღვარი არ აქვს. არის ასეთი ვერსია, არაერთი ადამიანი, არამედ კოლექტივი იყო, ცოლ-ქმარი იყო, პიესების ავტორი. ნუ გავრცელებული იყო ასეთი ვერსია, რომ ფრენსის ბეკონი იყო, ანუ თითქოს ასეთი ინტელექტუალის გარდა ვერავინ დაწერდა ასეთი გენიალური პიესები. ნუ ბევრი იზიარება, ვთქვათ, ნიჩე იზიარება ვერსიას, რომ შექსპირის უკან იმალება ბეკონი. არის ასეთი ფანტასტიკური ვერსია, რომ ერთდაიგივე ადამიანი არის დონ კიხოტის ავტორი და ჰამლეტის ავტორი. ამ როგორც ჰამლეტს წერია, რომ შეშლილობას არ აქვს თავის ლოგიკა აქვს, მეთოდი, ნუ რაღაც საფუძველი ხო? ამ ვერსიასაც აქვს რაღაც ერთი ლოგიკა. რატომ? იმიტომ ეს არის გავიხსენოთ რენესანსის ეპოქის დასასრული პიროვნებების ეპოქა. ხო, ასპარეზზე გამოვიდნენ ტიტანური პიროვნებები, მიქელანჯელო, ასეთი ტიტანები, ლეონარდო და ასე შემდეგ, ხო? მათი იდეალები ვიცით ხო, ანუ მაგრამ შექსპირის ეპოქა არის უკვე რენესანსის უკვე კრიზისი არის რა. ეს იდეალები დაიმსხვრა რა. რაც გააჩნდა რენესანსს და ჩვენ ხედავთ რომ ორივე პერსონაჟი თავს იგიჟიანებს. როგორც დონ კიხოტი, ასევე ჰამლეტი ხო რაღაც გასება მათ შორის არის. თუმცა ასეთი ფანტასტიკური ვერსიები დონ კიხოტის ადამიანად და ჰამლეტის მას ცოტა მცნაური იყო რაღაც გასება არის ხო მათ შორის. რომ კრიზისის გამომსახველია ეს ანუ როცა შემოდის ეს ციგის სისტემა, რა შეშლილობის თემა. ანუ ჩემს მაგალითად ღია არის ეს პრობლემა შექსპირის ვინაობის ღია დარჩება და ალბათ არც არის თავი არის ის ტექსტები, ხო? როგორც ვთქვით, თეატრს ანუ გლობუსირება, ხო, შექსპირის არის მოღვაწეობდა და ამ თეატრს ჰქონდა ასეთი წარწერა. მთელი სამყარო თეატრია. ანუ მთელი სამყარო, ანუ ყველა მსახიობის, ყველა რაღაც მოთამაშეს, ხო? ეს საკმაოდ ძველი ტრადიცია არსებობდა ასეთი გაგების, მაგალითად, არის რამდენად პირველ აღმოჩენილი, მაგრამ ერთ-ერთი პირველი პლატონი იყო, რომელიც ამ შესახებ წერდა, მაგალითად, კანონებში წერდა, რომ ადამიანები არიან როგორც თუჯინები, მარიონეტები ამ საკითხს და მხოლოდ ოდნავ არიან ზეაფრენი ჭეშმარიტებას. ადამიანი არის სათამაშო,
მერტის ხელში და ეს თვითონ ისთვისაც უკეთესია. ეს იდეა გამოსცა ეს ძალიან პერსპექტიული და ამ შექსპირისთვის ეს არის არსებითი. ანუ რა ისიც საკითხოდი იყოს უბრალოდ. თვითონ ეს სიტყვა ხო ანუ პერსონა რაც შეგვიძლია პიროვნების სიმბოლოა ხო ლათინურად ნიშნავს ნიგანს. და როგორც პლატონთან ასევე შექსპირთან ხდებით ექსტერიორ პრობლემას. ნამდვილობის და მოჩვენებითობის ხო ანუ დედასთან დიალოგში ჰამლეტი პირდაპირ აქვს. დედაეუნება ასე ჩანს ხო ჰამლეტი მე არ მაინტერესებს რა ჩანს მე მაინტერესებს რაც არის ხო ანუ ნამდვილობა ხო ну ძალიან მაგრამ ფილოსოფიური პრობლემა სახელმწიფოში წერდა პლატონი ამის შესახებ ეს ადამიანი ანუ ვისაც აინტერესებს სამართლიანობა და ნამდვილობა განწირულია იმისთვის რომ თვალები ამოწან ან ძვლებში გადაამდგენ რაღაც ესე სამების სცენას აღწერს პლატონი ბოლოს ძელზე გასვა რომ მიხვდეს რომ უნდა ჩამდეს სამართლიანი და უნდა იყოს სამართლიანი ანუ ასეთი ნეგატიური ესეთი მოთხოვნა თავდება ასე დაგიწყდა ხო ანუ იმისთვის რომ ადამიანი არ დაიტანჯოს ასე ესეთი კონკრეტულად არ გავლოს ამისთვის საჭირო თამაში მოჩვენებითობა ანუ ადამიანი უნდა მიხვდეს რომ ცხოვრობს თეატრში თვითონაც არის პერსონაჟი როლის შემსრულებელი და ეს გააცნობიერებს შეიძლება ითქვას რომ შექსპირის პერსონაჟები უამრავი რამ შეიძლება ითქვას შექსპირი მაგრამ ეს შეიძლება ვთქვათ რომ იყოფენ აი ორი ტიპის მსახიობები ან ყველა მსახიობი მაგრამ ზოგი ვერ აცნობიერებს და როლში არ შეჭრილი ბოლომდე ზოგი აცნობიერებს და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი როდესაც ადამიანი აცნობიერებს რომის პერსონაჟია და ის როლს თამაშობს ის თავისებურად ხდება რეჟისორი უშუალოდ შექსპირის ცხოვრებაშიც ეს თეატრების ბრძოლა იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ახლა ეს არის საკითხია. თეატრები ერთმანეთს ებრძოდნენ, მაგრამ უშუალოდ შექსპირის პიესებში ხედავთ, რომ მიდის ან თეატრების ბრძოლა. რეჟისორები გამარჯვებენ პიესებს და სულთან განჩენ პერსონაჟები ამოქმედონ ამ სცენარის მიხედვით. მაგალითად, ასეთია კლაუდიუსი, ჰამლეტის ბიძა. ასეთია თვითონ ჰამლეტი. ანუ მე რომ ვიყავ ამ სცენის აღწერამდე დავინახავთ რომ ეს ცნობილი ის არის სათანადო სცენა ხო? რატომ აღწევდა კლაუდიუსი? როდესაც დაინახა ჰამლეტის დადგმული სცენა. თავიდან ანუ კლაუდიუსი და მისთვის რაღაც სცენარი გაეწერა და ჰამლეტი ყოფილიყო პერსონაჟი, მაგრამ აღმოჩნდა რომ ჰამლეტმა თავის დადგმულ სცენაში გააჟერა მუქარა. გაამძრავა ცოდნა რომ იცის მის დირექტორდენელი დანაშაული ცოდვა და ემუქრება. ანუ ეს ჩანს რა საერთოდ და ეს დაინახა რა. ანუ თეატრების ცოლადით რა. ამის შექსპირის ანუ ეს ხშირად მეორდება როგორც თქვით მაგალითად ეს არის ნამდვილი და ჩანს მაგალითად მაკბეთის დასაწყისში არის ცნობილი გადაღება აღრეულია ხო მშვენიერება საშინელება მშვენიერია ანუ ერთ გამორჩევას თქოს განსხვავებული რაღაცებით თქოს იდენტური ხდება ხო მაგალითად ან იაგორმა ცნობილი ცნობილია უბრალოდ აიმენოთ მე არ ვარ ხო იაგორმა შეიძლება ხო ასეთი რაღაცები რა ანუ ეს იდენტიფიკაცია თან დაგროულია და საბრეულია ხო და დროთა კავშირში აღრეულია და დაგროულია ანუ ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემა და პრობლემა არის შექსპირთან ხო ანუ სიმბოლოებს რაც შეეხება რა თქმა უნდა უამრავი სიმბოლოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიმბოლო არის ბაღი არის ძალიან ძლიერი სემანტიკის მატარებელი სიმბოლო ეს ბიბლიური სიმბოლო არის მაგალითად სახარებაში არის ეს ექიმიკალია ეს როდესაც ქრისტიანს პამიგას რა ან სარეველარო შეიძლება ასე და ანუ ამ იგავს იყენებს შექსპირი ჰამლეტში რომ ანუ უნდა მოვაშოროთ თუ არა სარეველა უნდა გამოვარგლოთ თუ არა ბაღი და ამით შეიძლება რომ აცადე მოვიდეს ის დრო და მე თავში განშედება რა ეს ხო ანუ ეს ასე თქვა იავარქნილი აი დაუმუშავებელი ანუ უბადური ხო ესეთი არის ხო დაუმუშავებელი ბაღის სიმბოლო და ასე რითმიანება დანტეს დაიბრი კომედიაც ასე იყო ხო რაღაც დანტეს ბიბლიოთეკა შეფერხება ხო დანტეს საზე წერია უსიერი ხერხ ხო რაღაც სრული ვიდეო შეგიძლიათ იხილოთ დავით შერგელაშვილის
YouTube გვერდზე ბაბილონის ბიბლიოთეკა და ვიდეოს იღებს იმათარიაში. თუ ყინავს ერთხელა თავისუფალ სამართალი ყოველთვის სულს ვეძებ ყველგან მაგრამ ისე ვარ სად არის სიმართლისთვის გავარ ხალხი გაყენული თუნდაც ველი შვილო მოდი ჭამე ჩადი გადაკეთე რუსთაველი ვიბძვი შენ მიყავ მე ვდგავარ მკივა ყვირი კედლებიდან ხატავ შენ მიჯერმე ისევ ხატავ ვიბძვი კედლებიდან განონს ვარღვევ ხადვით განონს ხადვით ნარდი კარტი რიტმი ტაქტი ქუჩებს ვაჩვევ საღებავით